სოფელ წერეთელში 9 აპრილის მემორიალთან ამ დღეს დაღუპული 21 მამულიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა იბერიამ. მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეც. ზუსტად 26 წლის წინ 1999 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ქალები და სკოლის მოსწავლეები, იყვნენ დაჭრილები და ქიმიური ნივთიერების მოწამლულებიც. 9 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაისმა საბჭომ ზვიად-გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის გლოვისა და სიხარულის დღე. 1999 წლის 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას საქართველოში ყოველწლიურად აღნიშნავენ. დაუცნაურო საბედნიეროდ ჰაი რომ ისევ ხმაურო. რაც შეეხება 9 აპრილს საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამავდროულად 9 აპრილი სიმბოლო გახდა თავისუფლების და დამოუკიდებლობის მებრძოლი ხალხის. და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმ 21 დაღუპული გმირის სულის სახსენებლად რომ არ დავივიწყოთ ეს დღევანდელი დღე. რაც შეეხება უშუალოდ მონაწილეობას, უშუალოდ მონაწილეობა არ მიმიღია ასაკიდან გამომდინარე. 9 წლის ვიყავი მაშინ და შესაბამისად ვერ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მახსოვს ეგ დიდი სულისკვეთება, რაც იყო მაგ პერიოდში და სამწუხაროდ დღეს ზუსტად ეგ აკლია საქართველოს და ჩვენ საზოგადოებას. დღესაც იგივე სულისკვეთებით რომ დავდგეთ ყველა და საკუთარი ამბიციების გამო სახელმწიფო ინტერესები არ გავწიროთ, ჩვენ ვიქნებით ყველაზე ძლიერი და ყველაზე კარგი ქვეყანა. მაშინ ის პერიოდი იყო, როდესაც მთელი საქართველო და მთელი ერი იყო გაერთიანებული და არა მარტო ქართველები, ხო საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ერის წარმომადგენლები. 9 აპრილი იყო ერის გამოგვიძების დღე. ის მიზანი, რისთვისაც იყო ამდენი ხალხი შეკრებილი, მათმა სისხლმა, მათმა სულებმა, რომელიც შეეცდნენ დაიღუპნენ, ხო, დააჩქარეს ჩვენი დამოუკიდებლობის მოტანა და პირველმა პრეზიდენტმა საქართველოსი 2 წლის თავზე კიდევაც გამოაცხადა დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილი. რაც შეეხება დღეს შესანიშნავად ჩაიერა სოფელ წერეთელში, აქ აღმართულია მონუმენტი, ხედავთ თქვენ ამას და ახლა ჩვენ ვწრავთ სოფელ თამარეში, სადაც აღნიშნება ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს 9 აპრილს და პატივს მიაგებს იმ გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ 9 აპრილს. როგორც ვიცით, 26 წლის წინ ჩვენი გმირები მტერთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ. მათ საკუთარი სისხლის ფასად დაუჯდათ საქართველოს მთლიანობა და დამოუკიდებლობა. იმ ხალხს, რომლებმაც თავი შესწირეს ყოველწლიურად ვიხსენებთ. ისინი ჩვენს გულებში მუდამ იქნებიან. 1989 წელს ამ ადამიანების ერთიანობამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაილაშქრა. განყოფილება ალბათ შესაძლებელი კონცერტი იქნება. დიდი მადლობა ყველას, გისურვებთ კიდევ გილოცავთ დღევანდელ დღეს.